წარმოიდგინეთ, თქვენთან მოდის ადამიანი, თქვენი ახლობელი ძირითადად რაღაცას გთხოვთ, თუნდაც უბრალოდ საუბარი უნდა თქვენთან და თქვენ ამას დაიგნორებთ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ნებისმიერი დაიგნორების პროცესი იგივე ბიოქიმიური რეაქციებით ხასიათდება ტვინში, როგორც რომ ამ ადამიანს ერთი საკმაოდ ძლიერი სილა გააწნათ. მე ამ სფეროს სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი აზრით სილის გაწნა ბევრად უფრო მარტივი ასატანი უნდა იყოს ბიოქიმიური თვალსაზრისით ტვინისათვის. პირველი ან ხელშემოგიბრუნებთ და რაღაცნაირად გააქარწყლებს ამ თავის უარყოფით ბიოქიმიურ ცვლილებებს ტვინში, ან და შეიძლება ეს რეალურად არც განახორციელოს, მაგრამ წარმოიდგინოს, რომ თავადაც გაგელაწუნათ სახეში და როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ დროსაც დაახლოებით იგივე შვების ბიოქიმია მიდის ტვინში, ხოლო დაიგნორების შემთხვევაში არანაირი შვებითი რეაქციები არ მიდის, ეს ტვინში ილექება და ძირითადად ამ ადამიანის თვითშეგნებას, თვითშეფასებას ამცირებს. უფრო მეტად თვითშეფასებას, რაც ერთ-ერთი უდიდესი უარყოფითი მომენტია ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. კარგია, როდესაც ჩვენ ამას გავიაზრებთ და მივალთ ამ ადამიანთან, ბოდიშს მოვუხდით, ამ დაიგნორირებისთვის დავუჯდებით, დაველაპარაკებით, გავესაუბრებით, გავარკვევთ რა უნდოდა და ასე შემდეგ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს უკვე ძალიან გვიანაა. როდესაც ის ადამიანი აღარა. ამიტომ ჩემი თხოვნა, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყეთ ძალიან ყურადღებით, შევეცადოთ ყოველთვის გავუგოთ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში, რასაც შევძლებთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ერთმანეთს. და ბოლოს დაიგნორება მტკივნეული ხდება ჩვენთვის არა მაშინ, როდესაც ამ ადამიანის მიმართ გულგრილი ვართ, არამედ მაშინ, როდესაც ამ დაიგნორების მიზეზი არის ის, რომ იმ მომენტში საქმე გაქვთ გასაკეთებელი, უნდა იშრომოთ და ასე შემდეგ, რამე თუ ისევ ამ ადამიანს დაეხმაროთ და უზრუნველყოთ ფინანსურად, მაგრამ როგორც ჩანს, ყურადღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე